მოგესალმებით ყველას, ძალიან მალე დაიწყება დოჰას ივენთი, UFC-ს ყატარის ივენთი და ყველას სულ მოუთქვენად ველოდებით ალექსანდრე თოფურიას მეორე ბრძოლას UFC-ში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან დროს დღევანდელ ვიდეოში დავთვალ სწორედ აი ამ ბრძოლას. თუმცა იქამდე მოკლედ მიმოვიხილოთ მთლიანად კარდიც, უნდა ვთქვათ, რომ კარდი არის ძალიან კარგი, მით უმეტეს Fight Night-ის კვალობაზე. ნუ ბევრი ბრძოლა, 15 ბრძოლაა, და ბუნებრივია ხა ყველა შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ დიდი უმრავლესობა ბრძოლების არის ისეთი, რომ აუცილებლად რო უნდა ნახო. და განსაკუთრებით თავარი კარდი, თუმცა არა მარტო, მოდი დავიწყოთ პრელიმ კარდით, ნუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ალექსანდრეს ბრძოლაზე ბოლოსკენ ვისაუბრებ. რა გვაქვს პრელიმ კარდში განსაკუთრებით საინტერესო, მე მივაქცევდი თქვენს ყურადღებას პირველ რიგში ბრძოლაზე უბსუბუქეს დივიზიონში, უბსუბუქესის წონის დივიზიონში, flyweight-ში. ალექს პერესი მე-7 ნომერი რეიტინგის ხვდება ასუ ალმაბაევს, რეიტინგის მერვე ნომერს ასუ ალმაბაევიც ყაზახია, ისე როგორც ალექსანდრეს მეტოქე. ალექს პერესი ზოგადად ძალიან გამოცდილი და კარგი მებრძოლია, თუმცა ჩვენ გვახსოვს ბოლო ბრძოლაში მან მიიღო ტრავმა და ეს ბოლო ბრძოლათან კარგა ხნის წინ იყო წელიწადი და 5 თვე გავიდა. წელიწადი და 5 ან 4 თვე ასე. მისი ბოლო ბრძოლიდან ტაცურო ტაირასთან დამარცხდა. გახსოვთ ალბათ ალექს პერესი ტრავმა მიიღო ფეხრის, სასწაული გაუკეთა იქ ტაცურო ტაირამ, ისეთი რაღაცა. საერთოდ კრეატიული მოქმედება. ასუ ალმაბაევიც კარგი მებრძოლია, ძალიან ისეთ ნიჭიერი ახალგაზრდა მებრძოლი, თუმცა ხო, შეიძლება სხვა შემთხვევაში მეთქვა ფავორიტად ალექს პერესი, უბრალოდ არ ვიცი ალექს პერესი რა ფორმაშია, კიდევ ერთხელ გავიგებ, დიდი ხანია არ უბრძოლია და წარმოდგენა არ აქვს როგორ კონდიციაში ბრუნდება. ბრძოლა საინტერესო უნდა იყოს და მომდევნო ბრძოლა იქნება ჩემი აზრით ძალიან სანახაობრივი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მონაწილე არის დანიის წარმომადგენელი ნიკოლას დალბი, რომელიც ნამდვილი ვიკინგია, თანაი როგორი ვიკინგი, ისე ვიკინგებშიც რო გამოირჩეოდა, აი ბერსერკები რო იყო, აი ისეთი ტიპია. სიკვდილზე მიდის ფაქტიურად, ვინმეს ან თავისი, ან მეტოქის სიკვდილზე. ძალიან სისხლიანი ბრძოლები აქვს და ძალიან დაუნდობელი. მეტოქი ყავს დაღესტნის ხალხაშორის, საიგიდ იზაგახმაევი. თან ისიც უნდა ვთქვათ, რომ დალბისთვის ხალხაშორის დაღესტნის მეტოქეები არ არის ახალი და ორი ბრძოლა ქონდა ასეთებთან და პრინციპში ორივეში ძალიან კარგი იყო. პირველი მოიგო, მუსლიმ სავიხოვი დაამარცხა, აი დინად ფახრედინოვთან პრინციპში მოიგო, უბრალოდ ძალიან უნამუსოდ მოპარეს იქ. ბრძოლა ხალხაშორის თვითონ იქ ფახრედინოვს ძალიან გაუკვირდა მისი გვარი რომ გამოაცხადეს გამარჯვებულში და ფაქტიურად ბოდის უხდი და დალბის ჩემბრალი არ არის, მე არაფერ შუაში არ ვარო. მოკლედ ძალიან კარგი ბრძოლა გველოდება, მართალია ნიკოლას დალბი არის უკვე ძალიან ასაკში 41 წლის არის, მაგრამ აი ეს სული არ ბერდებაო და ვერ დაკვირდებით რა უცებ მოიგებს, მაგრამ სულს და გულს ჩადებს ბრძოლაში დამდვილად და კაც მაერთიც კი რა მოხდება. პრინციპში პრელიმ კარდზე დანარჩენ ბრძოლებზე არ ვისაუბრებდით, რომ ზედმეტად არ დავხარჯოთ და გადავედით მეინ კარდზე და პირველი ბრძოლა არის ძალიან საინტერესო. კიდევ ერთი დაღესტნელი ტაგირ ულამბეკოვი, ისევ უბსუბუქეს წონაში დაუპირისპირდება UFC-ში დაბრუნებულ, ასე ვთქვათ, UFC-ში დაბრუნების ბრძოლაში კიოჯი ჰორიგუჩის, ჰორიგუჩი გახსოვთ ალბათ, საოცარი მებრძოლია, ძალიან ბევრი მოგზაურა სხვა ორგანიზაციებში, თითქმის ყველგან ჩემპიონი გახდა, ყველგან ჩემპიონი გახდა UFC-ს გარდა, აი UFC-ში ერთადერთი იმიტომ ვერ გახდა ჩემპიონი, რომ უბრალოდ იყო დემეტრიუს ჯონსონი. შეხსენებთ, რომ UFC-ში 6 წელზე მეტი მოღვაწება, ასე ვთქვათ, კიოჯი ჰორიგუჩი 8 ბრძოლა ჩაატარა, აქედან 7 მოიგო და მხოლოდ 1-ში დამარცხდა დემეტრიუს ჯონსონთან სატიტულო ბრძოლაში, სადაც რომანა დემეტრიუსი ანუ UFC-ს ჩემპიონის გამარიც ეგრებოდა ალბათ აქტივში. იმ მაშინდელი იმის შემდეგ ბოლო დატოვა UFC, დაბრუნდა ისევ იაპონიაში, გაიმარჯვა რამოდენიმე ორგანიზაციაში, შემდეგ ბელატორის ჩემპიონიც იყო, შემდეგ ისევ რიზინის ჩემპიონი გახდა, ბოლოს რიზინის ჩემპიონი იყო და წამოვიდა იქიდან არ ვიცი ხა ახლაც შეიძლება ჩემპიონის სტატუსია, კონსულში ბრძოლა არ წაუგია მის მერე ჩემპიონობის შემდეგ. შეიძლება უბრალოდ დატოვა კამარი, არ ვიცი ხა როგორ არის რიზინის წესები. გამოატანეს თუ არა კამარი. მაგრამ ბრძოლა იქნება ძალიან საინტერესო, თან ტაგირ ულამბეკოვი არის კარგი მოჭიდავე,
ტიპიური დაღესტნელი მებრძოლია და საქმე იმაშია რომ კიოჯი ჰორიგუჩის დამარცხება ჭიდაობაში არის ძალიან რთული. მე თუ მკითხავ ტაგირებს მა უფრო ფეხზე უნდა ეძებოს შანსები. არ ვიცი ხა ფავორიტად მე ვერ ხედავ ჯერჯერობით მე სადაც უყურებ ფიქსონები არ ჩანს. შეიძლება ალბათ ტაგირ ულანბეკოს დაასახელებენ, თუმცა არ ვარ დაწუნებული, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არ არის ტაგირი ფავორიტი. უფრო 50-50-ს ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან გამოცდილი მებრძოლია, ის კი არა შეიძლება ფავორიტი ჰორიგუჩის დავასახელოთ, უბრალოდ ნუ გასაგებია ასაკიანია, მაგრამ ასაკიანი რა 35 წლის არის პრინციპში. ნუ მოუწია უკვე მას ასაკობრივმა რეგრესმა თუ არა, ჯერ არ ვიცით. შეიძლება ამ ბრძოლაში გავიგოთ. მომდევნო ბრძოლაში არ ვისაუბრებ, ნუ ალდო კორტეს აკოსტა და შაվել გაზიევი ხვდებიან ერთმანეთს, შეახსენებთ აკოსტამ ჩაანაცვლა სერგეი სპივაკი. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ტოპ 15-ის ორი მებრძოლი ხდება და ტოპ 15-ის კი არა, სულაც ტოპ 10-ია აკოსტა და მე-11-ია იქვეა ტოპ 10-თან შამილ გაზიევი, თუმცა ამ ბრძოლაზე ბევრს არ ვისაუბრებ, ნახოთ რა მოხდება, ძალიან ბევრი ლიცინებს ამ ბრძოლაზე და ისედაც მეც ბევრს არ ვისაუბრებ. მომდევნო ბრძოლა, ძალიან საინტერესო ბრძოლა, ჯეკ ჰერმანსონი, მიკტიბეკ ოროლბაი. საინტერესო ბრძოლა იმით არის, რომ ჰერმანსონი პირველად იბრძვის, ნუ ყოველთვის ჩვენ რასაც უყურებთ, პირველად იბრძვის საშუალო წონაში, ერთი წონით დაბლად ჩავიდა და ეს ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ჰერმანსონი საშუალო წონაში არ იყო პატარა. იქაც საკმაოდ დიდი იყო, თუ გახსოვთ, რომან დოლიძეს რო ხდებოდა, ხა იქ დიდად რომანზე პატარად არ ჩანდა ყოველ შემთხვევაში. ფლიანობაში ვამბობ, ხა უდნა შეიძლება მაღალი იყო რომანი, მაგრამ გაბარიტებით პატარა არ ჩანდა, ხა რომანი შეახსენებს საშუალო წონით ქვემძიმეში იბრძვის ხოლმე და ხა ზოგადად მისი ტოლი ქვესაშუალოში ჩავიდეს, ძალიან უცნაური განაწყვეტილებაა, ცოტა სარისკო მგონია, თუმცა სხვადასხვა დაწონებებზე ძალიან ხანად გამოიყურება. ნახოთ ისე ბრძოლა ძალიან უცნაური შეიძლება იყოს, სულ სხვადასხვანაირები არიან. მიკტიბეკ ოროლბაი ნამდვილი მეომარია, შედის კონტაქტურ ბრძოლაში და ჰერმანსონი როგორც წესი ერიდება ბრძოლას, ხშირად კლავს ბრძოლას, ანუ ესე წრეზე დახტის, დარბის, ახლოს არ იკარებს, ფეხებში უტყავს ლოუ-კიკებს. და ნუ თუმცა ძალიან ხშირად ამით წარმატებას აღწევს და ნუ არ ვიცი თუ ასე ვთქვათ ჩახურა დისტანცია როლბაიმ და წავიდა ჯახი ძალიან საინტერესო საყურებელი ხდება თუ დაიჭირა ესე დისტანციაზე ჰერმანსონმა ნუ არ ვიცი მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ თავარი კითხვის ნიშანი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არის თუ წონის კლება რა კვალს დავტოვებს ჰერმანსონზე და დატოვებს თუ არა კიდევ ერთხელ გავიმეორებ აწონებზე საკმაოდ ხნედ გამოიყურებოდა მაგრამ საშუალო წონას როდებდა მაშინაც საკმაოდ ესეთი გამომშრალი ჩანდა ხოლმე აწონებზე და ნუ არ ვიცი ნახოთ პორტოჩი ცოტა სარისკო გადაწყვეტილება კი არის ასეთი წონის კლება მომდევნო ბრძოლაში ვოლკან ოზდემირი ალონზო მენიფილდი ტოპ-10-ში შევა მენიფილდი თუ დაამარცხა ოზდემირი ძალიან ისეთი ბრძოლა ახლო ბრძოლა ძნელია თქვა მით უმეტეს ახლა ორივე ძიმე ხელები აქვს ორივე სტრაიკინგი უყვარს ქვემძიმე წონაა და ერთმა დატყამ შეიძლება ყველაფერი გადაწყვიტოს თუმცა მე მაინც მგონია რომ ოზდემირი მიუხედავად იმისა რომ მასაც რეგრესი აქვს მასაც რა მას უფრო შეიძლება ვთქვათ რეგრესი აქვს ახლა მენიფილდი ორ მოგებიან სერიაზეა თუმცა 38 წლის არის ისიც და ან რა არის ისეთ ალონზო მენიფილდს ზოგადად უჭირს ხოლმე ტექნიკურ სტრაიკერებთან თავის მძიმე ხელებს ვერ არტყავს ხოლმე. ხო და ნუ ვოლკან ოზდემირი სწორედ ტექნიკური სტრაიკერია პრინციპში. უნდა ვთქვათ, სხვა შეიძლება ბევრი ნაკლი ქონდეს, მაგრამ სტრაიკის ტექნიკა ნამდვილად კარგი აქვს. არ ვიცი, ჩემი აზრით ოდნავ ფავორიტს, თუმცა ოდნავს შეიძლება უშუალოდ ოზდემირს დავასახელებდი. და მივადგეთ ორ მთავარ ბრძოლას, უფრო სწორედ თანამთავარ ბრძოლას და მთავარ ბრძოლას. თანამთავარ ბრძოლაში ქვესაშუალო წონის ეგრეთ წოდებული გრან-პრის ბოლო მეოთხედფინალი. მეორე ნომერი ბელალ მუჰამედი შეხვდება მე-6 ნომერი იან მაჩადო გარის და აქ არ ვიქნები ორიგინალური და მეც როგორც ალბათ უმრავლესობა ფავორიტისად დავასახელებდი ირლანდიელს იან გარის, ვინაიდან ყველა ის ძლიერი მხარე რაც აქვს ბელალ მუჰამედს ასევე ძლიერი მხარეა იან მაჩადო გარისთვის ამ ხრივ შეიძლება ითქვას ძალიან მსგავსებიან ახლა მე არ დავიწყებ ახლა აწონვას და ძალიან ისე პარალელს გავლებას ვინ უკეთესი ვინ აკლებად
თავი ის არის რომ ორივე რაღაც ორივე საკმაოდ უნივერსალურია, საკმაოდ შეუძლიათ ბევრი რამე დგომშიც, ჭიდაობას ორივეს კარგი აქვს, მაგრამ აი ასეთ ბრძოლებში მე ვფიქრობ რომ გადამწყვეტი ხდება ხოლმე აი ფიზიკური გაბარიტები. ასეთ ბრძოლებში როდესაც მსგავსი უნარები აქვს, ფიზიკური გაბარიტები ხდება ხოლმე გადამწყვეტი და ბევრად დიდია კარი, ხალხ 12 სანტიმეტრის არის მაღალი, წარმოიდგინეთ, ხელების უფრო გრძელი აქვს, დგომში საერთოდ რა უნდა დააკოს ბელალმა მე არ ვიცი, აქ დავანებოთ თავი ტექნიკაში, ჩავთვალოთ თუ საერთოდ არის განსხვავება. ამ ხელა უპირატესობაში დგომში რა უნდა დააკოს, არ ვიცი. რაც შეეხება ჭიდაობას, კი, კარგად ჭიდაობს ბელალი, მაგრამ იანგარიც არანაკლებად ჭიდაობს, როგორც გვინახავს, ხო და თვითონ უჭიდავია ძალიან ბევრი და ძალიან წარმატებით და აქაც თუნდაც რომ ჩავთვალოთ რომ ორივე ერთნაირად კარგად ჭიდაობს, ხა ჭიდაობის დროს თანაბარი ტექნიკის მოჭიდავები რო ხდებიან, გაბარიტებს და ჯანს რო დიდი მნიშვნელობა აქვს, ესეც ვიცი და კარი საკმაოდ ჯანიანია. მე მეეჭვება რომ ბელალი იყოს ეგეთი ჯანიანი. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ძალიან მსგავსი უნარები აქვს და ზოგადად ბელალსთან ეხერხება ეს ჩამშლელიო აი ფეხბურთში რო იყვიან, აი იმდენად თავის შეტევაზე არაგებს ბრძოლას, ამდენად მეტოქეს უფუჭებს ბრძოლას, ამიტომ მარტივი ბრძოლა გარის მაინც არ ელოდება ჩემი აზრით. მე ვფიქრობ რომ მოიგებს გარი, თუმცა საკმაოდ იწვალე, წვალება მოუწევს მოკლედ და მარტივი გასაერთება არ ელოდება. ან გარის სულად შეიძლება შემოგთავაზოს ბელალამ ნახოთ, თუმცა ჩემთვის გარია ფავორიტი და თავარი ბრძოლა არმან სარუკიანი, დენ ჰუკერი. ბევრი თვლის რომ დიდი ფავორიტია არმან სარუკიანი, მე ვთვლი რომ ალბათ ლეგიტიმურია რომ ფავორიტის სტატუსი დაუტოვოთ არმანს და ფავორიტად ჩავთვალოთ, მაგრამ დიდს არ დავარქვევ, იმიტომ რომ დენ ჰუკერს აქვს ის უნარები რომ სიურპრიზი შემოგთავაზოს, თან თავარი რაც ამის მასზე ჯერეთ ის რომ არმანი არ გასაგებია რომ შეიძლება უკვე ჭიდაოს ვიდრე დენ ჰუკერი, მაგრამ ძალიან შორს არის არმანის ჭიდაობა ჩემი აზრით ისლამის ჭიდაობასთან და რაც ისლამმა გაუკეთა თავის ძროზე დენ ჰუკერს, მე მგონი არმანი ამას თან ასე სწრაფად ვერ გაუკეთებს. ნუ დგომში აქაც ხა გასაგებია რომ ძალიან ცუდი ხა დამძლევრად არ არის არმანი დგომში, მაგრამ ნუ ჯერეთი უფრო სტრაიკერი ჰუკერია და თან აქ მიაქციეთ ყოლება რამდენად მაღალი და გრძელია ჰუკერია, დგომში უზარმაზარი უპირატესობა აქვს. და კიდევ ერთი მომენტი არმანმაც ხა დგომში რომ გათიშოს, ხო? მოკლედ დრო ჭირდება არმანის პირველს ძალიან სწრაფად ართიშავს როგორც წესი. რაღაცა რაუნდ ნახევარი მაინც ბრძოლა უნდა მიდიოდეს რომ მე თუ საერთოდ გათიშავს. დიდად ფინიშერს კი შეუძლია ფინიშერი, მაგრამ ძალიან ისეთ ფინიშერია ვერ ვიტყვით არმანს. შესაბამისად, სადაც რაუნდ ნახევარი მაინც ბრძოლა იქნება და ჰუკერი ისეთია რომ რაუნდ ნახევარი საკმაოდ რომ დააზიანოს მაინც მე ვთქვი. ასე რომ მე ვთვლი რომ ალბათ ფავორიტი უნდა იყოს არმანი, კი ბატონო, მაგრამ არც ისე დიდი როგორც ბევრი ფიქრობს და ჰუკერის ნამდვილად შეუძლია იქ სიურპრიზები შესთავაზოს არმანს. და დაუბრუნდეთ ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას, ძალიან მალევე პრელიმის დაიწყება თუ არა, რომელი პირველი ბრძოლა იქნება თუ მეორე ზუსტად დღეს ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან მალე 8 საათიდანვე იყავით ეკრანებთან, აუცილებლად საღამოს 8 საათზე იწყება პრელიმ კარდი და თავიდანვე ჩაუჯექით. საწყის ეტაპზევე იქნება ძალიან მალე იქნება ბექზად ალმახანსა და ალექსანდრე თოფურიას შორის ბრძოლა და აი აქ უკვე მე საკმაოდ დიდ ფავორიტად ვთვლი ალექსანდრე თოფურიას, არა იმიტომ რომ ქართველია და ბუნებრივია გულშემატკივრობ, უბრალოდ ობიექტურად რო შევხედოთ, ჩემი აზრით ალმახანისთვის ალექსანდრე თოფურია არის ძალიან უხერხული ვარიანტი. რაც აკეთებს ალმახანი ძალიან უყვარს მუშაობა დისტანციიდან, ზოგადად მოდი ჭიდაობა რო დავიწყოთ, ჭიდაობით ალმახანი საკმაოდ ნორმალურად ჭიდაობს, თუმცა ალექსანდრესთან ალმახანმა არანაირად არ მოიჭიდაოს, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ბევრად უკვე ჭიდაობს ალექსანდრე. ნუ ამიტომ დაუბრუნდეთ აქცენტი გავაკეთოთ დგომში. დგომში ბექზადი ყოველთვის ცდილობს იყოს დისტანციიდან, უყვარს სხვათა შორის მეორე ნომრად ჩხუბი და დისტანციიდან ძალიან კარგად მუშაობს ქიქებითაც და ტყნის ხელებითაც, თუმცა დისტანციიდან. ახლო კრივიეს მისი რაღაცა მაინც საყვარელი სივრცე არ არის. განსხვავებით ალექსანდრე თოფურიასგან, რომელიც თოფურიას კრივი ძალიან კარგია. მე ვნახე ხელახლა უყურე ალექსანდრე თოფურიას ბრძოლას, პირველ ბრძოლას UFC-ში თიკნესთან და ძალიან თვალში საცემი იყო მისი ესე დაწყება ამ ბრძოლის სტარტზე, როგორ დაიწყო ეს ბრძოლა. დაიწყო როგორ? ძალიან შვიდად, ესეთი კრივის დგომით, წინსვლით, როგორც გარკვეულწილად პასიური წინსვლით არ იქნებდა ხელებს, პირიქით მეტოქეს ელოდებოდა
რომ ასე ვთქვათ, ის დაეჭირა კონტრდარტყმაზე. დამალულწამად ხო ბექცაძე რომ ბექცაძე არის ძალიან კარგი კონტრდამტყველი, კონტრდარტყმები უყვარს მას ძალიან და აი მეტოქეს ელოდება ხოლმე რომ მეტოქე წავიდეს მასზე. საქმეზე ძალიან ასე ვთქვათ, ენერგიულ პეთარა მოძრაობებით არ უნდა მივარდეს, არ მივარდება დარწმუნებული ვარ. ალექსანდრე თომურია ისევე როგორც ამას აკეთებდა იმასთან, რა ქვია, ტიკნესთან და პირიქით ნენელა ასე ახლოს დევნა ცუდი სიტყვა მოუჭრის ხოლმე კუთხეებს და შეესწება რომ მუდმივად უკან დაახევდეს, უკან დაიხევს. ამახანე გაკეთებს ორ რამეს ამ შემთხვევაში. უკან დაიხევს. აუცილებლად რომ დისტანცია შეინარჩუნოს და იქიდან გამომდინარე რომ მაინც წინ ივლის. თოფურია აუცილებლად თავად კი არ დაელოდება, იზოლებული იქნება რომ არ დაელოდოს თოფურიას მივარდნას, არამედ თვითონ გააკეთოს მისკენას, მოიქნიოს კიდურები, ფეხი იქნება თუ ხელი. ამისთვის უნდა იყოს თოფურია მზად და დარწმუნებული ვარ რომ შესწავლილი აქვს ალექსანდრეს და ამ დროს თავად შეუძლია კონტრდარტყმაზე უპასუხოს კარგი დარტყმით კომბინაციითაც განსხვავებით ალმახანისგან ძალიან კარგი კრივის კომბინაციები სხვადასხვა თოფურიას და სულაც შეიძლება ასევე ტანჩი შესვლით და თეიქდაუნის. ჩემი აზრით ხშირი იქნება ალექსანდრესგან აი კუთხეში მომწყვევის შემდეგ რამოდენიმე კომბინაცია და მე შემდეგ თეიქდაუნი კომბინაციის ჩაყოლა თეიქდაუნის. ვფიქრობ ეს სერიოზული პრობლემა, აი ეს სცენარი ბექცატისთვის არის სერიოზული პრობლემა და სათან სადღაც მეორე რაუნდის შუი და მოკლედ რაც დრო გავა ჩემი აზრით უფრო დაშლას დაიწყებს ბექცატი აი ამ მსგავსი შეტევებით ალექსანდრესგან კუთხეში მიმწყდებით ჯერ და შემდეგ კრივის კომბინაციები, ტეიქდაუნები და მიწაზე დამუშავებით მე არ ვთვლი რომ აუცილებლად პირველ რაუნდში დააფინიშებს, საერთოდ შეიძლება არც დააფინიშოს და შეიძლება განწყობილებით ბრძოლა ვიხილოთ, ან ფინიში თუ იქნება ალექსანდრესგან, ჩემი აზრით იქნება უფრო ასე ვთქვათ ბრძოლის ნახევრის შემდეგ, ანუ რაუნდ ნახევრის შემდეგ, ან მეორე რაუნდის ბოლოს, ან მესამე რაუნდში. ნუ მე ასე ვფიქრობ, ხა არაფერი გამოიწვია არა, რა თქმა უნდა და ეს არ ნიშნავს, რომ ამბობ დიდი ფავორიტია, ეს არ ნიშნავს, რომ ბექცაც არ აქვს შანსი. ბექცაც შეუძლია დარტყმაზე დაჭერას, ნოკაუტორია სხვადასხვა ეს ბიჭი და შეიძლება ერთი დარტყმით, განსაკუთრებით ფეხით ნებისმიერი გადიშოს, ასე რომ ძალიან დიდი ყურადღება არის საჭირო. თუმცა აი სცენარი რაც ვთქვით და შინაარსი ბრძოლის ეს აი ასეთი მოქმედება და ის მაგალითად რაც როგორც დაიწყო ტიკნესთან ალექსანდრემ ბრძოლა ბექცატისთვის არ არის კარგი, ასე ვთქვათ, სცენარი. მოკლედ მე სიმართლე გითხრათ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩემი აზრით ბრძოლა პირველ რაუნდში არ დამთავრდება და ნუ სადღაც მეორე რაუნდის ბოლოს მესამე რაუნდის განმავლობაში ფინიში, ან სულად გადაწყვეტილება უნდა იყოს, გამარჯვებული მგონია ალექსანდრე თოფურია, საკმაოდ დიდ ფავორიტად მივიჩნევ და ნუ ვარ ოპტიმისტურად იგივეს გისურვებთ თქვენს ემზადებით ხვალინდელი დღისთვის და ველოდებით ალექსანდრე თოფურიას მეორე გამარჯვებას UFC-ში. დღეს მე ამით გემშვიდობებით შევხვდებით უკვე ივენთის შემდეგ, მომდენო ვიდეო დავდებ ცხადია ივენთის შემდეგ და ასე ვთქვათ გავივლით და გავანალიზებთ შედეგებს. მანამდე გემშვიდობებით შევხვდებით ხვალ უკვე ეთერში, ზედა სპორტის ეთერში, არ დაგავიწყდეთ 8 საათიდან ჩაუჯდეთ ივენთს. დღეს ამით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და რა თქმა უნდა, იყავით ჭანზე. ნახვამდის.